ხაბეიშვილის დაკავებით სუსმა მშვიდობიანი რევოლუცია ვერ ჩაშალა. ოპოზიცია მოქმედებაზე ახალი ძალებით გადადის. დაანონსებული არის ბრძოლა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მათ ზუსტად იციან, როგორ უნდა დაუპირისპირდნენ პოლიტიკურ რეპრესიებს. 4 ოქტომბრის აქციისთვის სამზადისი გადადის აქტიურ ფაზაში. პროდასავლური ოპოზიცია ჩავა ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა დაბაში და შეხვდება ყველას. იმ მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერათ მშვიდობიანი რევოლუციის დაარწმუნებენ, რომ გამარჯვება გარდაუვალია. ოქტომბერი მით უფრო საშიშია მათთვის და ამიტომაც ეთყობა გამოთვალეს რაღაცნაირად რომ 3 კვირით ადრე კარგი იქნება თუ დავაკავებთ და არა 1 კვირით ადრე და რაღაცა ნუ მე ვთქვით რა ლევანი გინ ციხეში ძალიან საშიშია მაგათთვის ხო ჩვენ გეგმა გვაქვს ჩვენი დაჭერა ყველასი უკვე არის დაგვიანებული ხალხმა უკვე ყველა მიცის თელმა საქართველოს მიცის 4 ოქტომბერი ეთქვით რომ 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ 4-ში ან 5-ში დილით ლევანი და პოლიტიკოსები ყველანი იქნებიან თავისუფალი 4 ოქტომბერი არ არის რომელიმე ოპოზიციური პარტიის საკუთრება, მათ შორის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. 4 ოქტომბერი არის სახალხო პროცესი, რამდენიც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, რომ ეს რაღაცა ერთ პარტიას მიაკუთვნოს, არა, ეს არის სახალხო პროცესი, სადაც ჩართული ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ექნება კონკრეტული ულტიმატუმი, რაც გულისხმობს ხელისუფლებიდან ქართული ოცნების ჩამოშორებას. როგორ და რანაირად მოხდება, ამას ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს დარწმუნებული ვარ, საკუთარი თვალით იხილავს და იქნება თანამონაწილე. პროდასავლურად განწყობილი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდა ხაბეიშვილის დაკავებით, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს 4 ოქტომბრის აქციის ეშინიათ ბევრი ხალხის ქუჩაში. ეს იყო ის მიზეზი, რის გამოც 4 ოქტომბრამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე დააკავეს სწორედ ლევან ხაბეიშვილი. დღეს ხაბეიშვილთან დაკავშირებით და 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით საუბარი მოუწია თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს. კალაძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში რევოლუცია არ იქნება. ის ცდილობს ახლა საკუთარ ამომრჩევლებს დაარწმუნოს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, თუმცა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ხალხისთვის იმის დასტური არის, რომ ამ დღის მართლ პარტიაში ძალიან ეშინიათ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება, მიუხედავად მათი ცდილობებისა. ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად წარმოადგენენ აგენტურას, იმართებიან გარედან და მათი ერთადერთი სურვილი არის როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება. 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ძალიან დიდი ანგარიშით, ყველა ოლქში, როგორც მუნიციპალურ, ასევე მერების მიმართულებით წარმატებას მიაღწევს ქართული ოცნება. გადამწყვეტი დღეების ათვლა არის დაწყებული 4 ოქტომბრამდე აქტიური სამზადისი არის პროდასავლურ ოპოზიციაში და ემზადებიან საქართველოს მოქალაქეებით. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ქუჩები და არა მხოლოდ თბილისის ქუჩები, სხვადასხვა ქალაქების ქუჩები აჭრელებული არის წარწერებით 4 ოქტომბერი რევოლუცია. სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ გაერთიანდნენ და 4 ოქტომბერს ბევრი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში იმისთვის, რომ მშვიდობიანი რევოლუციით გაიფორმონ გამარჯვება და ქართული ოცნება სახლში გაუშვა.